საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია 6:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. მე ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ დავაგვიანეთ 10 წუთით, იმიტომ რომ ეს იყო ტექნიკური შეფერხება სამწუხაროდ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ და შეგვიძლია დავიწყოთ გადაცემა. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში. გამოთქვათ თქვენი აზრები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან წამოწიოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თემა და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557-885588. ეს იმათვის, ვინც ჩვენ გვისმენს რადიო მიმღებით და ვინც გვიყურებს კი ხედავთ ტელეფონის ნომერს საკუთარ ტელეეკრანებზე. მე მინდა გავაგრძელო ჩვენთვის ყველასთვის აქტუალური თემა. ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ, ორშაბათს შევეხეთ ამ თემას და მე ვფიქრობ სხვა წამყვანებსაც ჰქონდათ ეს თემა როგორც აქტუალურად წარმოჩენილი როგორც აქტუალურ თემად და მე ვფიქრობ რომ ყველასთვის ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაზედაც არა მხოლოდ უნდა ვისაუბროთ, არამედ მე ვფიქრობ სამოქმედოც კი არის. ეს არის ისევ და ისევ ომი ისრაელს და ირანს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაკვირვება, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ანალიზი. თქვენ შეგიძლიათ თუნდაც შეხვიდეთ ინტერნეტში და სხვადასხვა პოლიტოლოგს, მსოფლიო დონის პოლიტოლოგებს და სპეციალისტებს, ექსპერტებს მოусმინოთ. ყველა ამბობს და ყოველთვის ამბობდა ადრეც, რომ თუ კი ისრაელს და ირანს შორის დაიწყება ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, პირველ რიგში ეს მიაყენებს ზარალს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ჰუმანიტარული კატასტროფის თვალსაზრისით, ანუ 90 მილიონიანი ქვეყნიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში წამოვა ძალიან დიდი ნაკადი ტოლვილების, ემიგრანტების საბოლოო ჯამში, რომლებიც მერე უკვე სავარაუდოდ გაჩერდებიან იმ ქვეყნებში, რომლებშიც შემოვლენ, ეს არის სასუნხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე. ზარია ეთერში, მოусმინოთ მაყურებელს და მერე გავაგრძელოთ. გისმენთ, ისაუბრეთ. ბოდიში შეგაწყვეტინეთ მე. არა უშავს. მე რაც თქვენი პარტია ჩამოყალიბდა იმის მერე თქვენი გულშემატკივარი ვარ. დიახ. მაგრამ მე ორი საკითხი მაინტერესებს ძალიან. იცით რა შეასაქმე? აი თქვენი ძალიან ცუდად თქვენი ისინი აი კორეს ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრი როცა კომენტარს აკეთებს და ჟურნალისტები რომ მიცივიან ხოლმე თქვენ აკრედიტაცია არ გაქვთ რომ მიხვიდეთ და შეეკითხოთ თქვენი აზრი უთხრა და შეკითხვები რომ დაუსვათ არ შეგიძლიათ? აქ აკრედიტაციაში არ არის საქმე. რა თქმა უნდა, აკრედიტაცია გააჩნია ობიექტივს, ის 5 ნაციონალურ მაუწყებელში შედის. აკრედიტაციაში აქ არის დაფინანსებაში საუბარი, პირდაპირ გეუბნებით, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ბოლომდე ჩაძიროს ობიექტივი, ამიტომ ყველანაირად შეზღუდულია ობიექტივის შესაძლებლობებიც. ანუ იმისთვის, რომ ყავდეს კორესპონდენტი ან პარლამენტში, ან თქვა დადიოდეს, გადაადგილდებოდეს, ეს არის ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, რომელსაც დღეს ობიექტივი ვერ გაწევს. ეს არის და ეს. გასაგებია. მეორე შეკითხვა კიდე. დიახ, გისმენთ. არ შეიძლება რომ თქვენ მოიწიოთ თქვენთან პირდაპირ ეთერში თავრობის წარმომადგენელი
ან თვითონ პრემიერ-მინისტრი ან ვიღაცა თავრობიდანა და თუ არ მოვა გვარი და სახელი გამოგვიცხადეთ რომ ვიცოდეთ ჩვენა ერთხელ დაურეკეთ, ორჯერ დაურეკეთ, სამჯერ და არ მოვიდნენ მაშინ გვარი და სახელი რომ ვიცოდეთ რომ ვის არ უნდა რომ თქვენთან მოვიდეს და ილაპარაკოს. კი ბატონო, მე გეტყვით. მაპატიეთ. არა, კარგი კითხვაა, ძალიან კარგი და აქტუალური კითხვაა. მე გეტყვით რომ აქამდე იყო არაერთი მცდელობა პარლამენტის წევრებისთვის დარეკვა და მოწვევა ეთერში და უარს ამბობენ. ეხლა არ დავასახელებ მათ გვარს და სახელს, მაგრამ პირდებით რომ აცი ჩვენ ვისაც დაურეკავთ და უარს გვეთქვის, აგერ თქვენ სურვილს შევასრულებთ და ღია ეთერში ვიტყვით რომ აი ამ ადამიანს დღეს დაურეკეთ და უარი თქვა ეთერში მოსვლაზე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის. კეთილი. კარგით გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. ანუ სერიოზული საფრთხე ემუქრება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, თუკი ისრაელს და ირანს შორის დაწყებული სამხედრო შეჯახება გადაიზრდება უფრო ფართომასშტაბიან ომში. ფართომასშტაბიან, ეხლა ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ისედაც ფართომასშტაბიანი ომია. არა, მე ვგულისხმობ, როდესაც ჩაერთვება ამ ომში თქვა, თუნდაც შეერთებული შტატები ჩაერთვებიან. ეს უკვე მიიღებს სულ სხვა ხასიათს და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ძალიან დიდ საფრთხეს შეადგენს. ზარია კიდე ეთერში და მოусმინოთ და გავაგრძელოთ. მოგესალმებით ქალბატონო, მოგესალმებით, ისაუბრეთ. პირველ რიგში მინდა ამ წინა გამოსვლას გამოვეხმაურო, რომ ვინ მოგივათ თქვენ ბატონო გიორგი, რა უნდა თქვა სიმართლე, რომ შეკითხებს ეტყვით, შეკითხებს მისცემ, მათ რა უნდა გითხრან სიმართლე. თქვენ წეგან ამბობდით, რომ დაიძრასო ნაკადიო და შემოვიდეს ტოლვილებისაო, ჩვენ რა გვეშველება ხომ მოსწრეობას. სამაგიეროდ ჩვენი ისეთი კეთილი მთავრობა ყავს სხვების დრო სოციალურადაც მიხედავენ, ბინებსაც მიისევენ. ძალიან კეთილი მთავრობა ყავს სხვებისთვის, მხოლოდ ჩვენთვის არარაობები არიან თავისი მოსახლეობისთვის, ღარიბი გაჭირვებულებისთვის. არაფერი, ყველაფერს უძვირებენ, წამალია, აფთიაქია, ბაზარია. აი ელემენტარული დღეს მე ვიყავი ჩვენ დამგეობაში ბატონო გიორგი, ერთ დიდ ჩინოვნიკს შევხვდი ჩვენ სამგორის რაიონის დამგეობაში, და გვარს არ ვიტყვი. ჩემი გასაჭირი ვთქვი, რომ დამგეულდა კედლებს დახტი ბინაში ცხოვრობ. და 300-ას ლაპა ერთ პირის შეკრულებიან დამგეობას და ეუბნებიან როგორი სიტყვა უნდა გითხრან და კიდე სკამათი მომივიდა კაცო ეს დამგეობისგან. ბევრჯერ მათ მოსმენილია თქვენი, იმიტომ შეხვდით მე რომ ახალი რაღაცა მომესმინა. რა განუკითხაობა, რა უბედურობა. არავინ არაფერს არ აკეთებს, თავიანთი ძალიან კარგები, ის უნდა იყვნენ მარადიულად და ვინ შემოვა კიდე თორვილი იქნებათ, რომ იმათი კეთილი საქმეებისთვის იქნებიან. ჩვენ ქართველი მოსახლეობა წყალსატევად ასე ფიქრობენ. მე ასე მგონია რომ თავრობა ჩვენ არ აყვავს. მოსვენისთვის. მადლობა ქალბატონო, მადლობა ზარისთვის. როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება, ამას დავინახავთ ჩვენ. თანაც ქართველი ადამიანი თვითონ ყოველთვის ისტორიის მანძილზე ისე პოზიციონირებდა, როგორც უნდა პოზიციონირებდეს სტუმართმოყვარე ადამიანი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით სტუმართმოყვარე ადამიანები, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქართველის ხარჯზე. ანუ სტუმართმოყვარეობა ძალიან კარგია, მაგრამ დახმარება სხვას დაეხმარო და ამით დაჩაგრო ქართველი, აი ამის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, თორე დახმარების წინააღმდეგ არავინ არ გამოდის. ზარია ეთერში შემოვიდა. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ქალბატონო ძალიან ხო კარგული საუბარი არ ვიქნა და მოკლედ და კონკრეტულად ვისაუბროთ. ბევრია, ძალიან ბევრი ზარი არის. იქში და ეს ვარიც პატივიცეთ. ვიც წარმართავ გადაცემას ის რომ ვერ გაგიკვისას, არ გაგიკვისას, ხო?
ერთხელ სამუდამოდ ეს გავიგოთ. ბატონო გიორგი, აი ეს გამომცემლობა თქვა ყველას ჩვენი საფრთხელი რა. ყველას აინტერესებს, აბსოლუტურად ყველას. მოიწვიეთ ის, ვინც გინდა ბიძინა მოიწვიეთ, გინდა ნებისმიერი. და გავაგებინეთ, მოვიწვიეთ და არ მოვიდნენ. გასაგებია, ჩემთვის კი არა, ყველას გასაგებია, რატო არ მოდიან? იმიტომ არ მოდიან, რომ პირდაპირ ერთეს აქ ვერ დაკეტავენ ასეთად და ახლა იქეთ შეგიძლიათ რომ გაიქცევენ იმის დაბა. არა, მაშინ ეს საქმე, მეტი არაფერი და რაც შეიძლება ახლა ირანის საკითხს. ამას ყველა პლატფორმები უნდა მივხვდეს, რომ მოკავშირე თუ ხავს ისრაელს, ამერიკისთან, ირანსაც ხავს. ეს აუცილებლად მესამე მსოფლიო ომში გადაიქცება ახლა. ეს გვინდა ასე არის. და რა ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ? ეს ძალიან სული საკითხია, რა უნდა გავაკეთოთ? დაიწყოს ამ მსოფლიო ომი. იყო და არ იყო რამოდენიმე თუმცა არ ძალიცადი გაგზელდება ალბათ. მეტმა არ ქანას ეს საკითხი. მეტმა არ ქანას. როგორ არ ყავს իրან მოკავშირის საკითხობა, ორი დიდი ჯგუფია რა თქვენ ვიცით, ძალიან კარგად იცის ჩინეთმა რომ რუსეთს წაიქცევა, მე მაგის რიგი მოდის. ინდოეთმაც, რუსეთმაც, ირანმაც და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ზარისთვის. მე გითხარით რომ აუცილებლად მომავალში ვისაც მოვიწვევთ და თუ არ მოვა გავახმოვანებთ მის სახელს და გვარს და გეტყვით რომ მოვიწვიეთ და არ მოვიდა და თუ დათანხმდება მოსვლაზე წინასწარ დავაანონსებთ რომ თქვენ იყოთ მობილიზებულები დარეკოთ პირდაპირ ეთერში და თქვენი კითხვები დაუსვათ მთავრობის წევრი იქნება ის თუ პარლამენტის წევრი არ აქვს მნიშვნელობა თქვენ შეგიძლიათ გაქვთ სრული უფლება დარეკოთ და დაუსვათ თქვენთვის ასე ვთქვათ საინტერესო კითხვები. კეთილი გავაგრძელოთ რაც შეეხება იმას თუ დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი. არა, ნუ მე დიდი იმედი მაქვს რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება. ის თუ კი ამერიკა ჩაერთვება ამ კონფლიქტში, ეს კონფლიქტი კი არ უნდა უფრო გაფართოვდეს, არამედ პირიქით უნდა შემცირდეს და საბოლოო ჯამში უნდა გაქრეს. ამისთვის იქნება საჭირო შეერთებული შტატების ჩართულობა და არა იმისათვის რომ პირიქით გაიზარდოს კონფლიქტი და მისი არეალი. ზარია ეთერში. გისმენთ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. გონიაში რომ მილიარდები ჩადეს შენებლებაზე, როგორ არის ის საქმე? შეაჩერეს თუ ისე გრძელდება? არა, ეს არც არავინ არ აპირებს რამის შეჩერებას, უბრალოდ პროექტზე ხელი მოეწერა, როგორც ხელისუფლება გვეუბნება, პროექტზე ხელი მოეწერა და დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. უბრალოდ როდიდან დაიწყება და როგორ დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არავის არ აქვს. მივიღებთ თუ არა ინფორმაციას, ეგრევე გაცნობებთ პირდაპირ ეთერში. ზარია კიდე და შემოუშვით. გამარჯობა. მოგესალმებით, ქალბატონო. ბატონო გიორგი. დიახ. ძალიან გვინდა მარტო პოზიცია კი არა, მთავრობა კი არა. ოპოზიციონერების, რომლებიც ძალიან ყელყელაობენ და ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ და საზღვარგარეთ რო დარბიან და ისე იმკენთანაც იქნებ დაგვასმევინოთ პასუხი ბატონო კითხვები ბატონო გიორგი ძალიან სასიამოვნო იქნება მათი პასუხები ჩვენ რა გვიპასუხებენ მოსახლეობას და ოპოზიცია როგორი უნდა იყოს აი ჩვენ წინაშე გვინდა დააყენოთ ოპოზიციას და პოზიციის წევრებით მეორე საკითხი რაც ყველაზე მეტად ხელვეს ბატონო გიორგი მე მგონია შემთხვევით იყოს ამ ბოლო დროს მომრავლებული უცხოელები საქართველოში ეს არის არჩევნების წინა პერიოდი და მე მგონი იმარაგებენ არეულობისთვის ამგეს ეს არა შემთხვევითი პროცესი როგორც არ არის ნარკოტიკების დღეს ნადირობა შემთხვევითი პროცესი დღეს რო გაიგესო ნარკოტრაფიკი იყო საქართველოს მთავრობამ დღეს გაიგო ვითომ და რაც შეეხება აზერბაიჯანს ის კატალონიანი ქვეყანა არ შეუშვებს ტოლილებს, იმიტომ რომ ის აზერებს არ უშვებს, მარნეულში მცხოვრებ და გარდაბანში მცხოვრებ აზერებს იმითი სასაო ტრანსპორტით არ უშვებს, შეწყვეტილია საჰაეროთი მარტო, იმიტომ რომ
ქართველებს მე გვარებია გადაკეთებული სომხებიდან და არ შემოგვეპარონო. აი რამხელას ექსელი აქვს და ჩვენთან შემოვა უძღვარი და გაგცეთ თავრობა პასუხი რით გვიცავს ჩვენ როგორ გვიცავს ეკონომიურად არ გვიცავს მორალურად არ გვიცავს ადამიანურად არ გვიცავს მხოლოდ მათი ოჯახებისთვისა და ამაზე მაინც გაგცეთ პასუხი რომ მუსულმანთა შემოსევა არ გვექნეს მადლობა ზარისთვის. მე მინდა გავაგრძელო თემა, რომელიც წამოწია ქალბატონმა და აი რისგან გვიცავს. ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ მან გადაგვარჩინა დიდ უბედურებას, ანუ ომს რუსეთთან. თუმცა ეს არის დიდი აფიორა, პირდაპირ ვამბობ. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, განსაკუთრებით ოცნების ფანებს. არანაირი გადარჩენა არ ხდებოდა, რუსეთი არც აპირებდა შემოსვლას საქართველოში და საქართველოს კიდე რესურსი არ გააჩნია რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი. თქვენ დაფიქრდით მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამისთვის ძალიან დიდი იარაღის მარაგი ჭირდება, რომელიც არ შემოსულა საქართველოში უკვე დიდი ხანია და უკრაინა რუსეთის ომი რომ დაიწყო, მანამდე უკრაინა 8 წელიწადი ემზადებოდა ამ ომისთვის. აი თქვენ მანერგეიმის ხაზები თუ გახსოვთ მეორე მსოფლიო ომის დროს. აი ზუსტად ასეთ ხაზებს აშენებდა უკრაინა 8 წლის განმავლობაში. ანუ უკრაინას ამზადებდნენ, საქართველოს არ ამზადებდნენ და ყველას კარგად ესმოდა, რომ თუ კი საქართველოს მეორე ფრონტს გახსნის, აქ ომი დამთავრდება 3-4 დღეში. და ამიტომ აზრი არ აქვს. აქ რომ ომი დაწყებული იყო და დამთავრებული იყო 3-4 დღეში, ეს უფრო მეტად დააზარალებდა და დააზიანებდა დასავლეთს, ვიდრე პირიქით. იმიტომ რომ ესე იგი რუსეთმა ერთ მხარეს საერთოდ მოუგვარა და ეხლა ადვილად მოაგვარებს ძირითად მიმართულებაზე იმ მიზანს მიაღწევს, რომ რა მიზანიც ქონდა თავიდანვე. ამიტომ არ იყო გეგმაში. ამას ახმოვანებდნენ ლატვია, ლიტვის, ანუ პრიბალტიკის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარმა რამოდენიმე თქვა ეს, მაგრამ ასეთი განცხადება ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. ამიტომ ეს ყველაფერი არის PR თემა ოცნების, რომელსაც აყვა ხალხი სამწუხაროდ, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ მშვიდობა შევინარჩუნეთ. მშვიდობა მარტო ის კი არ არის ომი რო არ გეწყება საკუთარ ტერიტორიაზე. მშვიდობა ისიც უნდა იყოს, რომ შენი მოსახლეობა ისე არ გაზავდება, რომ ხვალ ზეგ ის იყოს უმცირესობაში, აღმოჩნდეს უმცირესობაში. თორე მე მშვიდობა ქვეყანაში ვერ იქნება. მშვიდობა მარტო ომის არ დაწყება კი არ არის. მშვიდობა ეს არის გარანტირებული უფლებები, გარანტირებული კომფორტული ცხოვრება შენი მოსახლეობისთვის. და თუ კი აქ ქართველი 10 წელიწადში თუ 20 წელიწადში უმცირესობაში აღმოჩნდა, მე არ მგონია ეს ქართველმა მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება. ამიტომ რა მშვიდობაზე ვსაუბრობ ჩვენ დღეს, როდესაც გახსნილია საზღვრები, მე არ მესმის ზარია ეთერში შემოუშვით. გისმენთ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში გამარჯობთ. მოგესალმებით. ეს რამე მაინტერესებს. თუ კი ამერიკას აქვს უფლება რომ კონდეს ატომური შეიარაღება, ინგლისს აქვს, რუსეთს აქვს, ჩინეთს აქვს, საფრანგეთს აქვს და კიდევ სხვა ქვეყნებს, რატომ არ აქვს უფლება ირანსაც კონდეს ეს შეიარაღება? მე მომხრევა რომ საერთოდ არავის არ კონდეს, მაგრამ მაინც ირანს რატო არ უნდა კონდეს? ეს არის ჩემი კითხვა. ანუ არსებობს ორგანიზაცია, რუსულად მაგატე ქვია, ანუ ეს არის საერთაშორისო ბირთვული ენერგიაზე მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს და აძლევს უფლებას რომელიღაც ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა ადრე, რომ იქონიოს ბირთვული იარაღი, ასევე მუშაობს ბირთვული ელექტროსადგურების მიმართულებით, ანუ ამოწმებს ფონი, რამდენად არის რადიაციული ფონი და ანუ რაც ბირთვულს რაც ეხება, ეს ორგანიზაცია იძლევა ლიცენზიას და უფლებას, რომ ან აქვს უფლება მაგალითად ქვეყანას უნდა რომ ააშენოს ბირთვული ელექტროსადგური. მას
უნდა მიეცეს ამის უფლება. თუ მაგის უფლება მიეცა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, მაშინ ის აშენებს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ბირთვულ იარაღს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა შეთანხმება და იმ შეთანხმების დარღვევა უკვე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დარღვევას ნიშნავს, რასაც უფლებას არ აძლევენ ისეთი ქვეყნები, როგორც არის ამერიკა, თქვა ჩინეთი, რუსეთი და ასე შემდეგ. თუმცა ირანთან დაკავშირებით რუსეთმა მაგალითად ერთი პერიოდი თავი შეიკავა, რომ შესაძლებელია რომ მას ჰქონდეს იარაღი. თუმცა აქ საუბარია თვითონ ქვეყანაზე და განცხადებებზე. აი მაგალითად ირანის უაკეთებდა განცხადებებს, რომ ისრაელი უნდა წაიშალოს მიწის ზედაპირიდან. ამერიკას უნდა დავარტყათ და ანუ ძალიან აგრესიული განცხადებები კეთდებოდა ირანის ლიდერების მხრიდან. ისმის კითხვა, მათ რო ქონდეთ ასეთი ძლიერი შეიარაღება და ამ დონის იარაღი, როგორც არის ბირთვული იარაღი. რას იზამს, არავინ არ იცის, ძალიან ძნელი ამის პროგნოზირება. ამიტომ მოხდა ლიმიტირება ამ ბირთვული იარაღის და კონტროლი, მსოფლიო დონის კონტროლი იმ ქვეყნებზე, რომლებიც ფლობენ ამ იარაღს. და დღეს ამ იარაღის მფლობელი ქვეყნები, ითვლებიან მეტნაკლებად პასუხისმგებლიან ქვეყნებად, რომლებიც უბრალოდ იმის გამო, რომ გაბრაზდებიან ვიღაცაზე, ბირთვულ ომს არ დაიწყებენ. ამიტომ არის შეზღუდული ქვეყნებისთვის ბირთვული იარაღის ქონა. ზარია ეთერში შემოუშვით. ზარია ეთერში. გაითიშა. საერთოდ თქვენი თქმის არ იყოს, კარგი იქნებოდა, რომ ეს ბირთვული იარაღი საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ დღეს ბირთვული იარაღი თავდასხმით იარაღად არ გამოიყენება როგორც შეკავების საშუალება. ანუ ქვეყანა, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს, მეტნაკლებად დაცულია, რომ მასზე მოხდება მასშტაბური თავდასხმა. აქედან გამომდინარე, უფრო შემაკავებელი ბარიერია, ვიდრე თავდასხმითი საშუალება. ზარია ეთერში შემოუშვით. საღამშვიდობის ბატონო გიორგი. საღამშვიდობის. ის მithma. დიახ, ისაუბრეთ. ბატონო გიორგი, მე იცით ასეთი შეკითხვა მექნება. აი ყველა წინათ გამომსვლელს მინდა გამოვეხმაურო და რატო არ აქვს უფლება ირანი. გასაგებია ირანი რაღაცას ემოქმედება, მაგრამ სოფიოში ყველაზე პირველად ხომ ამერიკამ გამოიყენა ატომური ბომბები იაპონიის წინააღმდეგ. ამისთვის ამერიკა არ არის არ დაურჩია. ახლა ისე ხო არ გამოდის, ძლიერი ვარ და ყველანაირი კანონები დარღვევად შემიძლია და რაც მინდანის გადარებაც შემიძლია. ეს ერთი და აი თქვენ კარგად გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინ ჩატაევს ებრძოდა ასეულობით ჩვენი სამართალდამცავები თუ შეერაღებული ერთგაც და ახლა წარმოგიდგენთ რა რთული ვითარება ჩვენ ახლომახლო ქვეყნებში აგერა სამხრეთ აღმოსავლეთით და რამდენიმე ათეული ტერორისტი რო შემოიპაროს და რო შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში ერთ იმს მოვერიეთ და რამდენიმე ათეული რო შემოვიდეს დაუყულია ჩვენი საქმე და ხომ აუცილებლად არის საჭირო ძალიან დაკონტროლდეს საზღვრები რო არ შემოიპაროს ვინმე თუ არა საშინელება ხო დატრიალდება ხმასთან უხნას, მაგრამ ჩვენ არ ვისგან დაცული არა ვართ. არავინ არ ყავს ისეთი მეგობრები, რომელიც გვერდზე დაგიდგება. ჩვენ ეს 2008-ში უკვე ნახეთ, ვინ იყო ჩვენს გვერდით და მე მგონი ერთი წელი თქვიათ არ შემოვდამია ვინმე ჩვენთან. და ან აქვს ჩინეთთან გვაქვს მეგობრობა, არც ევროდასავლეთთან. სამხრეთი ხო ისტორიული მტრები იყვნენ ჩვენი და ასეთ მარტო ჩვენ ხო ვერ შევებრძოლებით იმას და არ ჯობია ან ჩრდილოეთთან ვიყოთ უფრო ახლოს ან იმასთან უფრო სტრატეგიული მეგობრები რო ყავდეს თითქმის კი არა საქმეთ რო იყოს ეს ხომ
ეს ხომ აუცილებლად ჭირდება ჩვენისთანა პატარა ქვეყანა. დიახ, კარგით, მე თქვენ პირველ კითხვაზე გიპასუხებთ ჯერ. კი ბატონო. ამერიკამ, როდესაც იერიში მიიტანა იაპონიაზე, ანუ ეს იყო 1945 წლის 6 აგვისტო და 9 აგვისტო. თქვენ გახსოვთ, რომ მეორე მსოფლიო ომიდან იაპონია არ გამოსულა 9 მაისს. იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 1 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, ეს ითვლებოდა ომის დროს ჩატარებული ამ ჰიროსიმა და ნაგასაკის დაბომბვები. ეს ომის დროს ხდებოდა და მაშინ ბირთვულ იარაღზე არავინ არაფერი იცოდა ბირთვული იარაღის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა და არც კანონები არსებობდა გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ამერიკამ გამოიყენა და თქვენ რო ამბობთ, რომ პასუხს არ აგებს და არავინ არ სთხოვს პასუხს, პასუხს იმიტომ არ სთხოვს, რომ თვითონ კითხვებზე ამერიკელებს აქვთ პასუხი, რომ მეორე მსოფლიო ომი მიდიოდა იმ პერიოდში, კაპიტულაცია გამოაცხადა გერმანიამ 8 მაისს, 9 მაისს უკვე ჩვენ მოვაწერინეთ ხელი საბჭოთა კავშირმა, მაგრამ ამ მეორე მსოფლიო ომიდან იაპონია რატომღაც არ გამოვიდა. ამიტომაც გრძელდებოდა მსოფლიო მხრიდან იაპონიის მიმართ ეს ომი ჩვეულებრივად გრძელდებოდა და იაპონიას ებრძოდა ის მსოფლიო ნაწილი, რომელიც ებრძოდა ფაშიზმს. აქედან გამომდინარე 6 აგვისტოს და 9 აგვისტოს დაბომბილი ქალაქები არ ითვლებიან რაღაც კანონდარღვევად, იმიტომ რომ ეს მოხდა ომის პერიოდში. ამიტომაც, ამერიკა ყოველ შემთხვევაში ასეთ პასუხს იძლევა. და დღეს უკვე იმის შემდეგ, რაც შეიქმნა ბირთვული, რაც ბევრ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი, ბუნებრივია, რომ დროთა განმავლობაში უკვე ჩამოყალიბდა კანონები გამოყენების ესე ვთქვათ, ფორმა რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ქვეყანამ, ანუ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა და საერთაშორისო საზოგადოების დონეზე გადაწყდა ეს წესები. და დღეს ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ეს წესი დაიცვას. ზარია ეთერში შემოუშვით. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო. გამარჯობათ. პირველ რიგში ძალიან წუხარებას გამოსავ იმის შესახებ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა ორივე ქვეყნებს შორის. იხოცებიან ბავშვები, იხოცებიან ქალები, რა თქმა უნდა ეს ვის შეიძლება რომ გაეხარდეს, რადგან რამდენი ადამიანის სიცოცხლე და რამდენი უდანაშაულო ადამიანს იმსხვერპლებს აი ეს ომი. და რაც შეეხება ახლა მე არ ვიცი, ამერიკასაც ვერ წარმოვადგენ მშვიდობის ყოფილ ქვეყნად, რადგან ერაყში რა გააკეთეს და ძალიან ბევრ ქვეყნებში და ასევე კიდევ მყეფარე ძაღლის უფრო არ უნდა გეშინოდეს, ვიდრე იმის, რომ შეიძლება ხმას არ იღებდეს ადამიანი და აგერ ბოლო და ძირი გამოგითხაროს. ეხლა როგორც ამბობენ, რომ აიო, ირანიო დააყავდაო ისრაელსო და ასეო ამოხოცავდნენ, ესედაც არ არის. მათ არავითარი ატომური იარაღი არ ყოფილა, არის ურანის მდიდარი ქვეყანა. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ქვეყნის ჩაგდება სულ ხელში და ამერიკას აქვს ამის სურვილი, რომ თავისი სამხედრო ბაზა კონდეს ირანში. აი მე ასე ვფიქრობ, მაგალითად, თლიანად ვერც მაგის პოლიტიკასაც ვერ გავამართლებ. მე ხა შორსა მეყვანს ეს ჩემი ვარაუდი, ასე ვთქვათ და მე მინდა თქვენ ერთი შეკითხვა დაგისვა, შეიძლება ბევრი გითხოვს, მაგრამ ეხლა ჩავსე ტელევიზორი და რა მინდა აი ეს არ არის გამორიცხული, რომ ეს მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს, ხზეთმა დაგვეფაროს. თუკი რა თქმა უნდა, ამ ომში ამერიკა სერიოზულად ჩაერთვება. რა თქმა უნდა, რომ ეხმარება ისრაელს, მაგრამ თუკი უფრო მეტად ჩაერთვება. და ჩვენი სახმელეთო ტერიტორია სხვა შეეხება ეს რომელიმე ქვეყნიდან და რას გამოიწვევს, სხვა შეექნება ჩართული ამ ომში ჩინეთი და რუსეთი. ან მოკლე ინფორმაციით თუ შეიძლება რომ თქვენი ვარაუდი სამხედროობა ვიქრათ. კი ბატონო, არ გათიშოთ თუ გნებავთ, არ გათიშოთ, ჩვენ შეგვიძლია დიალოგი გავმართოთ, ხო? ჩემი ვარაუდით ამერიკა თუ ჩაერთვება პირიქით
მესამე მსოფლიო ომს აგვაშორებს. წესით ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ არ ჩაერთვება ამ სამხედრო დაპირისპირებაში, მაშინ შეიძლება იძულებული გახდეს ისრაელი ან იძულებული გახდეს იგივე ირანი გამოიყენოს თუნდაც ბინძური ატომური იარაღი. იცით ხო რა არის ბინძური ბომბი? ეს არ არის. დასაგებია კი. აქედან გამომდინარე, უფრო სავარაუდოდ უფრო კარგი იქნება თუ ჩაერთვება ისეთ ქვეყანა, როგორც შეერთებული შტატებია და არ მივალთ მესამე მსოფლიო ომამდე და უფრო მალე დამთავრდება ეს კონფლიქტი. ეს ერთი, რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ამ შემთხვევაში ირან-ისრაელის კონფლიქტი, ამაზე ექსპერტები საუბრობდნენ და დღესაც საუბრობენ, რომ პირველ რიგში რასაკვირველი ეს შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, იმიტომ რომ პაკისტანმა მაგალითად ჩაუკეტა საზღვარი, იცით ხო თქვენ? ჩაუკეტა ტოვილებს საზღვარი, ხო? რამდენად გაბედავს და ჩაუკეტავს საზღვარს, თქვათ, სასომხეთი, არ ვიცი, მაგრამ არსებობს სხვა გზები, რომ საქართველომდე მიაღწიოს მოსახლეობა, ირანის მოსახლეობამ. მე გადაცემა რო დაიწყო, მე თავიდან ვთქვი, რომ ჩვენ ვართ სტუმართ მოყვარე ხალხი და ყველას გვინდა რომ დავეხმაროთ. ეს არ არის ცუდი თვისება, კარგი თვისება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქართველის ხარჯზე, ქართველის არსებობის ხარჯზე. ანუ თუ კი დგება საკითხი საქართველოს ხვალ ზეგ რა ელოდება და ანალიზის შედეგად შენ ხვდები, რომ 10 წელიწადში, 20 წელიწადში ასეთი ტენდენციით ქართველი უმცირესობაში აღმოჩნდება, მაშინ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენ ეს სტუმართმოყვარეობაც და ასეთი კეთილი გულები ყველას კი არ უნდა გადაუშალოთ, არამედ ქვეყანას უნდა მივხედოთ. და პარალელურად ვაკეთოთ სიკეთე, მაგრამ იმ დოზირებით, რომ არ დაზარალდეს, თვით ქართველობა არ დაზარალდეს. იმიტომ რომ საქართველოს ეს ხო არ არის მხოლოდ ადგილმდებარეობა. ჩვენ რო ვამბობთ, რომ ეგ ჩვენი მამულია და ჩვენი სამშობლოა, რას ნიშნავს სამშობლო? ტერიტორიას? არა. ეს არის ჩვენი გენეტიკური წარსული, ეს არის ის მიწაწყალი, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა, რომელიც იბრძოდა და სისხლს ღვრიდა ამ ყველაფრისთვის და ჩვენ დღეს რას ვამბობთ, რომ არ არის პრობლემა, რომ ქართველი უმცირესობაში აღმოჩნდეს? როგორ არ არის პრობლემა? ძალიან დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში. ამიტომ ვამბობ, რომ ერთია სტუმართმოყვარეობა, მეორეა პოლიტიკური შეთანხმებები, რაღაც საერთაშორისო ვალდებულებები და მესამეა, რომელიც გადაინაცვლება და პირველი უნდა გახდეს, ეს არის თვით ანუ ნაციის გადარჩენა. ეს არის ის პირველი დოგმატიკური რაზეც ჩვენ ყოველთვის უნდა ვამახვილებდეთ, ჩვენთვის ეს კანონი უნდა იყოს. პირველ რიგში ნაცია, ანუ ერის გადარჩენა. მერე შემდგომ უკვე საერთაშორისო ვალდებულებები და შეთანხმებები და ასე შემდეგ. ხო დამეთანხმებით? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, მაგრამ ეხლა ჩვენ ძალიან დიდი ან ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ზოგიერთს გონია, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა, მაგალითად, როდესაც ქვეყნიდან გენოფონდი გადის უცხოეთში. ანუ ჩვენ ეხლა დაახლოებით 800,000 ადამიანი ვყავს უცხოეთში, ქართველები. ნუ აქედან ერთი 300,000 მამაკაცი, ეს ჩვენი გენოფონდია, ხო, ფაქტიურად, მაგრამ მარტო ეს კი არ არის გენოფონდი. გენოფონდის შემცირება მარტო გასვლით კი არ არის. თუ ჩვენ პროცენტულად ავიღებთ შემოსულ სხვადასხვა ტომეილს აქ საქართველოში და მათი გენოფონდის გამრავლება საქართველოში, ჩვენი გენოფონდის ფონზე ჩვენ აღმოჩნდებით უმცირესობაში. ეს ცალკე ტრაგედია, ანუ ეს ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს ასევე ქმნის ჰუმანიტარულ კატასტროფას. და ამაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამაზე უნდა ვფიქრობდეთ. ეს არის ჩვენი მოცანა. მთავრობას აქვს ძალიან გონივრული ნაბიჯი გადასადგმელი. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავრობას აქვს გონივრული ნაბიჯი გადასადგმელი და მე ეხლა ოპოზიციაში ვარ თუ პოზიციაში არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში უნდა ვფიქრობდეთ ქვეყანაზე და აი მთავრობასაც მოუწოდებ, რომ გადადგით გონივრული ნაბიჯები. ეს ქვეყანა ჩვენ არა ვართ, არც ქსენოფობები ვართ ჩვენ და ჩვენ არ გვეზიზღება უცხოელები არაფერი, მაგრამ ეს საქართველო რატო ქვია? ქართველების ქვეყანა არის ეს.
ქართველების ქვეყანა, აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ერი. ნაციონალისტი კი არა ვარ, მაგრამ საქართველოს იმიტომ ქვია, რომ ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. და ქართველური ტომები იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის, სისხლს ღურიდნენ. და დღეს არ შეიძლება რომ უბრალოდ იმის გამო რომ არასწორ პოლიტიკას აწარმოებ, შენ ხვალ ზეგ საქართველოს ისეთ წინაშე და ანუ ისეთ საფრთხის წინაშე დააყენო, რომ ეს ქართველური ტომები, უკვე ქართველური ტომები აღარ არის, უკვე ქართველები არიან, რომ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და შეიძლება დროთა განმავლობაში საერთოდ გაქნან. აი ეს არ უნდა დაუშვათ. აქ არც ნაციონალიზმია, არც ქსენოფობია, არც შოვინიზმია, რავი, არაფერი არ არის, ეს არის უბრალოდ საღი აზროვნება. რომელიც ყველას უნდა ესმოდეს. არც აზერბაიჯანელი არ დათმობს თავის მიწა წყალს და არც სომეხი. და თუ რამე დაემუქრება მას, რომ უმცირესობაში აღმოჩნდეს, აღმოფხრავს ამ პრობლემას. და ქართველები ჩვენ რა ნაკლებები ვართ თუ ნაკლები გონება გვაქვს, ვერ ვტვინავთ რა გველოდება ან რა შედეგი შეიძლება დადგეს. თუ რა ხდება ვერ გავიგე. ანუ ჩვენც აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადავარჩინოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. მადლობთ. მადლობა ზარისთვის. გავაგრძელოთ ჩვენი ეთერი. თითქმის ყველა იმ თემაზე ვისაუბრეთ, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩვენს ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება იმუშავებს და იმ პოლიტიკურ ხაზს გაატარებს, რომელიც ქვეყნის გადარჩენას მოემსახურება და არა პირად ინტერესებს. ამის დიდი იმედი მინდა ვიქონიო. ზარია ეთერში შემოვშ. გამარჯობათ. მოგესალმებით ქალბატონო. იცით რა შეა საქმე, ეხლა რუსულ არხებს Google-ში უყურებდა. რუსეთმა სთხოვა ამერიკას და ისრაელს, რომ არაეფეთქებიათ ატომური ელექტროსადგური, რომელიც მათ გააჩნიათ, რამე თუ მისი აფეთქება გამოიწვევს დიდ კატასტროფას. და ეს ყველაფერი გადავა სხვა ქვეყნებზე და მოიწავლება მსოფლიოს ნახევარზე მეტი. ღრუბლებითაც გადავა. ამიტომ ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ ისრაელი მაინც თავისას ითხოვს და დაჟინებით მოითხოვს, რომ ააფეთქოს აი სწორედ ის ელექტროსადგური. ასე რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო. და აი ეს ყველაფერი მე თუ შეიძლება ჩემს აზრს გამოვთქვა, ეს ჩემი აზრია და ჩემი დაკვირვებით მე ძალიან ვაკვირდები ყველა ტელეარხებს უყურებ, CNN-საც, BBC-საც, ევროპასაც და ყველა არხებს უყურებ და ამიტომ იცით რა არის? ამაში ყველაფერში დამნაშავე არის ევროპა. ევროპამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ევროპამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ნაპოლეონი შეიჭრა რუსეთში. მთელი ევროპა 51 ქვეყანა ებრძვის რუსეთს. რუსეთი და უკრაინა ყველაფერს კარგად მოაგვარებდნენ, თვითონ მოაგვარებდნენ ამას ყველაფერს და ამის წინააღმდეგი 3 წლის წინ ზელენსკიც არ იყო, მაგრამ ბრიტანეთმა უბრძანა არა, ამავე დროულად ამერიკამაც უბრძანა, რომ არა, ბოლო უკრაინამდე უნდა იბრძოლო. ასე რომ ყველაფერი და დამნაშავე არის ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ მოტივით, რომ ერაყი გაენადგურებია, მოიგონეს რაღაც პატარა ყოლბაში ჩააწეს რაღაც ნივთიერება და ქიმიური ნივთიერება აქვს და ჰუსეინი ჩამოაღწეს. ეს აყვავებული ქვეყანა ერაყი გაანადგურეს, 200,000 მოსახლეობა ჩახოცეს და გაუბედურებული ეს ქვეყანა დღემდე. თავის ბაზებით შევიდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. გაანადგურა ავღანეთი, მოსკოვ ავღანეთი. მერე გამოიქცა იქიდან იემენის პრეზიდენტი გაანადგურა, ხალხს თვითონ ჩაახოცინა. ისიც აყვავებული ქვეყანა იყო, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ეხლა არიან. ამერიკა ანადგურებს მთელ მსოფლიოს და იაპონიაში მან ჩამოაგდო ეს ატომური ბომბი და ხალხზე გამოცადა და 200,000 ადამიანი ჩახოცა, ხო? ყველაფრის სათავე არის ამერიკა და ევროპა თუ ბედავს, ესეც ამერიკა დამნაშავე. ბაიდენი რომ არა, აი ება შეაქია უკრაინასა და რუსეთს შორის ამხელა ომი არ მოხდებოდა. ასე რომ ამერიკა ანადგურებს მთელ მსოფლიოს და ეს არის სატანისტური ქვეყანა. მაპატიეთ ჩემი ემოციებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველას გაქვთ უფლება გამოთქვათ საკუთარი აზრი და მე არასოდეს ხელს არ შეგიშლით ამაში, იმიტომ რომ ემოციურად და არაემოციურად არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი აანალიზებს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ყველას სხვადასხვა ანალიზი აქვს და ყველას ანალიზი და ყველას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა
ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ კვირას ორშაბათს 8:30-დან ვიქნები ეთერში 10:30-მდე. დროებით ძვირფასო მაყურებლებო.